ვიმყოფები სოციალურ საწარმო ეთნოდიზაინში, რომელიც 2016 წელს დაარსდა და იქიდან მოყოლებული დღემდე 350-მდე ოსტატს ეხმარება თავიანთი ნამუშევრების განვითარებასა და რეალიზაციაში. მისი მიზანია ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებითა და გაყიდვების ხელშეწყობით. ირინა მანიასთან გადავინაცვლებთ ახლა ეთნოდიზაინის თანადამფუძნებელთან და უფრო დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით. სწორედ მას გავესაუბრებით. ირინა, მოგესალმებით პირველ რიგში. თავდაპირველად მაყურებელს რომ ვუამბოთ, რამ განაპირობა ეთნოდიზაინის დაფუძნება და მაყურებელს ასევე რომ ვუამბოთ, რა არის მისი მიზანი. ეთნოდიზაინი არის საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სოციალური მაღაზია და ჩვენი ორგანიზაცია მისი დაარსების დღიდან ზრუნავდა სწორედ ტრადიციული ხელობების შენარჩუნებაზე და ჩვენი მთავარი მისია სწორედ ეს არის. ამიტომ ძალიან ესეთი ხანგრძლივი კვლევის შედეგად, რომელიც 2012-2013 წლებში ჩატარდა, ჩვენ მივხვდით, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ დარგების შენარჩუნება პლუს მათი განვითარების გზით. მთავარი პრობლემა მთელ საქართველოს რეგიონებში ოსტატებს აქვთ და განსაკუთრებით ჰქონდა წლების წინ, ეს იყო რომ ეს პროდუქცია, რომელსაც ისინი ქმნიდნენ, არ იყო მორგებული თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. რაც შესაბამისად წევდა დაბლა მათ შემოსავლებს და ამიტომ ჩვენ აქ დავინახეთ ჩვენი განსაკუთრებული ადგილი, რომ დამხმარებოდით ჩვენს წევრებს, დღეს უკვე როგორც მოგეხსენებათ 350 ადამიანამდე ვაერთიანებთ, მაშინ არც ერთი წევრი არ ყავდა და სწორედ ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა. დავხმარებოდით მათ, შეიქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც შემდგომ იქნებოდა გაყიდვადი და სწორედ აქედანვე წამოვიდა შემდგომ უკვე მაღაზიის დაფუძნების იდეაც, რომ სადღაც თავი მოეყარა ამ ყველაფერს ერთად. სოციალური საწარმო ეთნოდიზაინი დაფუძნდა 2016 წელს. პრაქტიკულად 10 წელი უსრულდება უკვე ამ სოციალურ საწარმოს. რომ შევაჯამოთ აი ეს პერიოდი, როგორი იყო გზა 2016 წლიდან დღემდე, რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც თქვენმა სოციალურმა საწარმომ გაიარა? ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ტრადიციული ბიზნესიც კი შეიძლება ვერ დაიკვეხნოს, რომ 10 წელი არსებობს ბაზარზე, მომხმარებლის ბაზარზე. ჩვენცაც ეს ძალიან საამაყოა. მე ვფიქრობ, რომ წლების მანძილზე მთავარი გამოწვევა იყო ისეთი ტიპის პროდუქციის შექმნა პირველ რიგში, რომ მუდმივად მომხმარებლის კვლევა, ალბათ რომ რა შეიძლება მათ მოწონებოდათ. დიდი გამოწვევა იყო ასევე თავად ოსტატების რწმენის და დობის მოპოვებაც. იმიტომ რომ ხშირად ისინი სკეპტიკურად არიან ხოლმე განწყობილი ესეთი სიახლეების მიმართ, რადგან არ იციან მომავალში რა იქნება და ამიტომ მთავარი გამოწვევა იყო სწორედ აი ამ მიზნისკენ სვლა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ისეთი ადგილობრივი პროდუქციის შექმნა, რომელიც მხოლოდ უცხოელი მომხმარებლისთვის კი არ იქნება საინტერესო, არამედ ადგილობრივი ჩვენ ყველა ერთად შევიძენთ ამ ნამუშევარს, რომელიც შექმნილია რაჭაში, რომელიც შექმნილია სვანეთში, კახეთში და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს გზა იყო გამოწვევა, რწმენის მოპოვება როგორც ოსტატებში, ასევე თვითონ მომხმარებელშიც. ირინა, ეთნოდიზაინი ეს არის ტრადიციული რეწვის ახალი სიცოცხლე. რატომ მაინც და მაინც რეწვა? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თავად დამფუძნებლები პროფესიით ხელოვნებაცოდნეები ვარ და ჩვენთვის ეს დარგი თავის დროზე იყო საინტერესო. ჩვენ დასაწყისში მონაწილეობდით ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტში, ევროკავშირის პროექტში, რომელიც სწორედ ამ დარგის კვლევისკენ იყო მიმართული და ეს გახდა სწორედ საინტერესო. ჩვენ არც ვიცოდით რა საქმიანობასაც ვიწყებდით, ეს იყო სოციალური მეწარმეობა. ეს გახლავთ საინტერესო, იმიტომ რომ დავიწყეთ პრობლემით, რომ ამ დარგს ჭირდებოდა შველა და შემდგომ ამ პრობლემის გადაწყვეტას ჩვენ ეკონომიკური გზა ვუპოვეთ და ეს აღმოჩნდა ზუსტად სოციალური მეწარმეობა. ტრადიციული რეწვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ის გზა, სადაც ყველაზე ნაკლები ინვესტიცია ხშირად საჭირო და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც თითქმის ყველა ოჯახში ვინმე ფლობს ტექნოლოგიას, რომელიც თავისი ხელით სახში შეუძლია რომ გააკეთოს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი საშუალება არის სწორედ რეგიონში მცხოვრები ოსტატებთან სამუშაოთ, რომ მათ ვთქვათ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დაემატოს მათ ოჯახს სწორედ იმ ტრადიციების შენარჩუნებით, რომელიც მათ ისედაც აქვთ. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, როგორი არის ახალგაზრდების ჩართულობა აი ამ პროცესთან მიმართებით?
ჩვენ ესეთი იცით არის რა თქმა უნდა ეს დავიწყეთ მე ვფიქრობ რომ უფრო რთულად იყო საქმე მე ვფიქრობ რომ ჩვენ გარკვეული წვლილი შევიტანეთ ახალგაზრდებს შორის ამ სურვილის გაღვიძებაში და თავარი იცით რა არის რომ შენ თუ ხედავ რომ შენს ოჯახში უფროსი ადამიანი რომელიც ამას აკეთებს რაღაცნაირად ამითი ცხოვრობს და ამითი შეულიერო თუნდაც ეკონომიკური სარგებელი გქონდეს ეს ბუნებრივად ხდება ახალგაზრდა ადამიანებისთვის საინტერესო სასწავლებელი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ მოემატა რიცხვი ახალგაზრდების რომლებიც ჩართულები არიან მაგალითად ჩვენ ყავს გამორჩეული ოსტატი გიორგი ტატულაშვილი რომელიც გორში ცხოვრობს ის ქმნის ასეთი ტრადიციული კერამიკულ ჭურჭელს რომელიც ამ რეგიონისთვის არის დამახასიათებელი აი ამ ბატონის შემთხვევაში ჩვენ მის პროდუქციას კი არ შევეხეთ და მის ცვლილებას არამედ პირიქით ამ ადამიანს ხელი შეუწყეთ რომ მას მეტი ახალგაზრდა მიეღო ეს ტრადიციული ცოდნა გადაეცა მომავალი თაობისთვის და ამ დროს მას თვითონ უჭერთ ხარს. ამიტომ რადგან ის მას იცნობენ უკვე რეგიონში, იყიდება მისი პროდუქცია, შეგვიძლია მისი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესოა რომ შეისწავლონ ეს დარგი. თქვენ ასევე საუბრისას ახსენეთ რეგიონები და რამდენადაც ვიცი თქვენ გაქვთ სამ ადგილას საწარმო, ერთი ეს არის თბილისი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ასევე არის ვარძია და მესამე რამდენადაც ვიცი ეს არის პერიოდულად გვხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეს არის უკვე მოძრავი. აი როგორი არის რეგიონების ჩართულობა ამ ხრივ? ჩვენთვის პირველ რიგში რეგიონიდან გვყავს ძირითადად ოსტატები, ჩვენი მთავარი ამოცანა არის სწორედ მათი ხელშეწყობა. ამიტომ ასე ვაკეთებთ ხოლმე, ვინაიდან ჩვენი მისია არის თანაბრად გაეყიდოს ყველა ოსტატს და ერთმანეთთან კონკურენცია მინიმალურზე დავწიოთ. ჩვენი ამოცანა სხვადასხვა რეგიონებში გვქონდეს ესეთი ალბათ უფრო ტურისტულ ან ხალხმრავალ ადგილებში ერთ-ერთი არის ასეთი ვარძია. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის შესასვლელში გვაქვს ერთ-ერთი მაღაზია და ვანაწილებთ ჩვენი ოსტატების ნამუშევრებს გარკვეული ტიპის პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს აქ იქ არის უფრო ალბათ უცხოელ მომხმარებელზე გათვლილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეგიონში მაგალითად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ოსტატების პროდუქცია იყიდება მეტად ვარძიის მაღაზიაში ასევე თემები ვარძიაში უფრო არის მაგალითად ეს ნამუკა თავაქარაშვილის მინიატურა ვეფხისტყაოსნის და ვინაიდან ვარძიის მუზეუმი თვითონ აცხადი ამ თემასთან არის და ასოცირებული, ამიტომ იქ ამ თემაზე ვაძლევ დავალებას, ანუ შევებს ოსტატებს, რომ გააკეთონ თემატური პროდუქცია და გავაგზავნოთ შემდეგ ვარძიაში რეალიზაციისთვის. ეს ძალიან ამართლებს. ყველა ლოკაციაზე აუცილებელია რომ იყოს თემატური. რაც შეეხება ჩვენს მესამე დიდმოძრავ pop-up ეთნოდიზაინს ისწორედ ამისთვის არის შექმნილი და სხვადასხვა რეგიონებში წავიდე, სადაც უფრო მეტი ადამიანია და იქ ამითი ხელი შეუწყოს რაოდენობრივად რომ მეტი გაიყიდოს ოსტატების ნამუშევრები. და ირინა ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც სოციალური მეწარმეები, უფრო კონკრეტულად კი მეწარმე ქალები აწყდებიან? დავიწყებ ალბათ იმით, რომ ზოგადად ყველა მეწარმისთვის თანაბრად გარკვეულ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის არის დიდი გამოწვევა. ბოლო პერიოდში დასაწყისის, ანუ სასტარტაპო ეტაპზე უფრო არის საშუალება ხოლმე, განსაკუთრებით იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დაფინანსება იყო მიმართული სწორედ დასაწყის ეტაპზე მეწარმეების მხარდაჭერაზე, რაც რა იქნება წინ მოგეხსენებათ, რომ არ ვიცით და რადგან მდგომარეობა ასეთია და რაც შეეხება ქალ მეწარმეებს ალბათ მათთვის უფრო რთულია განსაკუთრებით ბიზნესის მასშტაბირების ეტაპზე ამ ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას გამოვყოფთ იმიტომ რომ ქალბატონების სახელზე იშვიათად არის ხოლმე მაგალითად გარკვეული ქონებები და მათ ქონება და მათ თქო საბანკო გარანტიების ან საბანკო სესხებისადმი ხელმისაწვდომობა მათი უფრო დაბალია და ალბათ აი ამ მიმართულებითაც ხშირია ხოლმე გამოწვევა თუმცა აი მაგათაც ჩვენ სწორედ ამას ვცდილობთ რომ გარკვეულწილად ჩვენი გზით შევუმსუბუქოთ ჩვენს ქალ მეწარმეებს რომლებიც რეწვის დარგში არიან საქმიანობა